ოთახში ჩემგავდა ვერა ვხედავ. ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტის გონება წარმოსახვით და არსებულ რეალობას შორისაა მომწყვდეული. თავგანწირული სიყვარული, რომლის დაკარგვამ თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა, მისთვის ერთგვარი დიაგნოზია. მე ჯანმრთელი ვარ. ყველა პაციენტი ამას მეუბნება. დიაგნოზი ერთმოქმედებიანი პიესაა, რომელსაც საფუძვლად შტეფან ცვაიგის ნოველა უცნობი ქალის წერილი უდევს. თუმანიშვილის თეატრის სცენაზე უცნობი ქალის ახალი ისტორია საპრემიერო სპექტაკლში ცოცხლდება. თქვენ ხომ გახსოვთ ეს ყველაფერი? ახალი პიესაა დაწერილი ნინო სატყობელაშვილის მიერ. უცნობი ქალი, როგორც ვიცით, შტეფან ცვაიგთან კვდება, ანუ თავს იკლავს. ჩვენ შემთხვევაში არის უფრო გაგრძელება, ეს ქალი მოდის გონს და არის ფსიქიატრიულში. და მთელი ამ ხნის განმავლობაში ფსიქიატრი, ახალგაზრდა ფსიქიატრი მის წერილებს იყენებს მის გამოსაჯამრთებლად. ყოველთვის ცნობილი და უმრავლესობისთვის უსაყვარლესი ნაწარმოებია შტეფან ცვაიგის უცნობი ქალის წერილი და მე თამაშობ ამ უცნობ ქალს. ის რაც აქვს შტეფან ცვაიგს არაფერი არ არის დაკარგული. უბრალოდ ფსიქიატრი და მისი ორი თანაშემწე ამ უადრესატო წერილის დახმარებით ცდილობენ ჩააყენონ გმირი იმ მდგომარეობაში, რომ მან ხელახლა გაიაროს გამლილი ცხოვრება. როგორ ვიგექი მაშინ გარეთ? დიდი ხანია თეატრთან შეხება არ მქონია, რეპეტიციები, სპექტაკლი ასე შემდეგ. ყოველთვის რაღაც დიდი ინტერესი მქონდა რაღაცა ფსიქოლოგი, ფსიქიატრის როლის მიმართ და რაღაცა ამ ფსიქიატრს აქვს რაღაც თავისი ექსკლუზიური მეთოდი პაციენტთან მიდგომის. სანამ დიაგნოზი თეატრის რეპერტუარში მოხვდებოდა, ის სადიპლომო ნამუშევრის სახით ახალგაზრდა რეჟისორის ერთგვარ შემოქმედებით განაცხადად იქცა. ახალ სცენაზე კი სპექტაკლმა განახლებული სამსახიობო შემადგენლობით გადაინაცვლა. პიესის დრამატულ ხასსა და განწყობას გიორგი ლაღიძის მიერ სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის დაწერილი მუსიკალური კომპოზიციები აძლიერებს. ფოტოგრაფი იმუშავებს სცენაზე, პარტერიდანაც და ხელი არ შეგეშალოთ ამას. წინაღობა შემხვდა მეგობრებისგან, რომ ფსიქიატრი ახალგაზრდა და დიახ მე ვამბობ, რომ ფსიქიატრი უნდა იყოს ახალგაზრდა, ახალი იდეებით, ახალი მეთოდებით და სწორედაც რომ სავარაუდოდ ესეთი ახალგაზრდა ფსიქიატრი წავიდოდა იმ რისკზე, რომელ რისკსაც მივდივართ ჩვენ. როგორი დასასრული ექნება უცნობი ქალის ისტორიის ახალ ინტერპრეტაციას მაყურებელი დღეს მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე იხილავს.